სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მას იმერეთი და ქართლი ესაზღვრება, სამხრეთით თურქეთი, დასავლეთით აჭარაკულია. რეგიონში 6 მუნიციპალიტეტი შედის: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი და ნინოწმინდა. სამცხე-ჯავახეთი აერთიანებს სამცხის, ჯავახეთის და თორის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს. მისი ადმინისტრაციული ცენტრი ახალციხეა. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ძველი ისტორიული მესხეთი მოიცავდა მტკვრის და ჭოროხის აუზს მთლიანად. გარკვეული პერიოდი აჭარაც და გურიაც შედიოდა მესხეთის შემადგენლობაში. ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში. უძველესი დროიდან სამცხე-ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. მე-16 საუკუნეში სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ამ დროს ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში, ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილებმა კი იძულებით ისლამი მიიღეს. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რეგიონებიდან გადმოსახლებული რუსული მოსახლეობა დუხობორები. სამცხე-ჯავახეთი დღემდე ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია. სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარე ქრისტიანული ძეგლი შემოგვინახა. ულამაზესი რაბათი, კლდეში ნაკვეთი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, საფარა, ზარზმა, ხერთვისისა და აწყურის ციხეები და კიდევ უამრავი სხვა ისტორიული ძეგლი, რომლის ხილვასაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. რეგიონი მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით. აქ ჭარბობს რელიეფის ვულკანური ფორმები. მათვე მიეკუთვნება ჯავახეთისა და სამსარის ქედებიც, რომელთა მწვერვალები ტიპური ვულკანური კონუსებია. რელიეფი მაქსიმალურ სიმაღლეს სწორედ სამსარის ქედზე აღწევს. მთა დიდი აბული, რომელიც 3305 მეტრის სიმაღლის გახლავთ. მთავარი მდინარე მტკვარია. სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ტბებით. სწორედ აქ მდებარეობს ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბა ფარავანი. სამცხე-ჯავახეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აქ მისდევენ მიწათმოქმედებასაც და მესაქონლეობასაც, თუმცა პირველს გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს. მართალია სამცხე და ჯავახეთი ერთი ისტორიული რეგიონებია, მაგრამ მათ შორის ბუნებრივი პირობების მხრივ დიდი სხვაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში წერდა სერგი მაკალათია. ბუნებრივი პირობების გამო ჯავახეთში უფრო მემინდვრეობას და მესაქონლეობას ეწევიან, მესხეთში კი მებაღეობა მებოსტნეობასო. სამცხე-ჯავახეთი მეღვინეობის კუთხითაც უნდა გამოგვოთ. იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მესხური სამზარეულო, რომელიც განსხვავებული და ინდივიდუალურია. აქ პურის ტრადიციული სახეობების გარდა, როგორიცაა ლავაში და შოთი, აცხობენ სომინის, კაკალას, უხას, ბალზამასა და ჩაწეკილ პურს. განსხვავებულია აქაური ჩურჩხელაც. მესხები ჩურჩხელის ამოსავლებად, თათარის ნაცვლად თუთის ბაქმას იყენებენ. საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპსა და ჩირეულობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ფართო ასორტიმენტში თუთის ტყლაპს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მესხურის სამზარეულოს მწვერვალად ტენილი ყველი ითვლება. იგი წარმოადგენს ნაღებში დავარგებულ ჩეჩილ ყველს, რომელსაც ქოთნით ინახავენ.
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ.